პირველ რიგში მინდა ეს გამარჯვება მოულოდო ყველა დიუშენის პაციენტს, მშობლებს, ჩვენ მხარდამჭერებს და მთელ საქართველოს. ეს არის ერთი გამარჯვება ჩვენი ბრძოლის და წინ კიდევ სხვა გამარჯვებები არის მოსალოდნელი. ჩვენ შეგახსენებთ, რომ დასაწყისში თავიდან ჩვენ ვითხოვდით 4 მედიკამენტს. აქედან ესე იგი 2 მედიკამენტი არის ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ აპრობირებული და აი ამ 2 მედიკამენტზე შევუთანხმდით ჩვენ ხელისუფლებას, ანუ ხელისუფლება დაგვეთანხმა იმ 2 მედიკამენტზე, რომელიც ევროპის ფარგლებში არის აღიარებული როგორც უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტი დიუშენის სამკურნალო. აი ამ 2 მედიკამენტზე იყო შეთანხმება და დღეს ხელი მოეწერა აქედან ერთ მედიკამენტს, ეს არის ჯივინოსტატი. ჯივინოსტატი არის წამყვანი ამ სფეროში, ამ თანამედროვე მედიკამენტებში წამყვანი, რომელიც გამოიყენება ოღონდ ევროპის ფარგლებში, ის გამოიყენება მოსიარულე პაციენტებში და დაახლოებით ჩვენთან მას მიიღებს 30-დან 40 ბავშვამდე. მაგრამ ჩვენ შეთანხმება ჯერ არ გვაქვს მიღწეული მეორე წამალზე, ანუ კომპანიასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მეორე წამალი არის ის, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება. შესაბამისად, ბავშვების ყველა ბავშვი დღეს არ არის დაფარული ამ მედიკამენტით და ჩვენ რამდენიმე დღეში ალბათ ერთი კვირის ფარგლებში ველით რომ დასრულდება შეთანხმება მეორე მედიკამენტზე, რათა ყველა ბავშვმა მიიღოს წამალი უახლოეს 1 თვეში ან თვენახევარში. ბატონო კახა, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია აი ამ მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტზე პაციენტისთვის იქნება განკუთვნილი, რატომ ფერხდება შეთანხმების მიღწევა? ეს არის უბრალოდ ტექნიკური დეტალი თუ რაღაც უფრო სხვა, რაც აჭიანურებს შეთანხმების მიღწევის პროცესს? იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, თქვენც მშობლებიც ძალიან აქტიურად უნდა ყოფილიყავით ჩართული სწორედ ამ პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად. ხო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველ კვირა გვაქვს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან და ვიღებთ ინფორმაციას კომუნიკაციის შესახებ, ანუ რა წერილი გაიგზავნა, რა წერილი იქნა მიღებული, რა სახის ესე იგი კომუნიკაცია განხორციელდა და ჩვენთვის ცნობილია ეს მიზეზები, რა მიზეზებიც გამო მოლაპარაკებები გაჭიანურდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ ვამბობთ, ვინაიდან კიდევ ხელი არ შეუშალოთ ამ მოლაპარაკების პროცესს. თუმცა დღეს ჩვენ დაუკავშირდით, ჩვენ აქამდე არ ვაქტიურობდით, არ ვერეოდით ამ პროცესში, მაგრამ დღეს დაუკავშირდით თვითონ კომპანიას, ვესაუბრეთ და მოვითხოვეთ, რომ თუ კი მოლაპარაკება ვერ სრულდება, მაშინ იქნებ ჩვენ მშობლები ჩავერთოთ და ჩვენ თქვათ ჩვენი სათქმელი. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ პროცესში და არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენ ჩავიდეთ იმ ქვეყანაში, სადაც იწარმოება ეს მედიკამენტი. ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი და თუ კი აი ღმერთთან უქნას და თუ კი რამე ჩიხში შევიდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ამას გავახმაურებთ და საზოგადოება გაიგებს ყველა დეტალს და ყველა ინფორმაციას. არ მგონია რომ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ თუ დადგა რაიმე ისეთი პრობლემა რის გამოც ვერ მოხდა შეთანხმება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას მიმართავთ დახმარებისთვის. ხო, არ ვიცი ხა რამდენად სწორი ნათქვამი შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ანუ ჯივინოსტატზე უფრო მეტად საჭირო და აუცილებელი ეს მეორე მედიკამენტია თქვენთვის სამწუხაროდ სახელს ვერ ვიხსენებ ახლა არა და იყო დღეს დასახელება. სახელს არ ვამბობთ, მეორე მედიკამენტის სახელს ჯერ კიდევ არ ვამბობთ, მაგრამ თუ კი რაოდენობრივად შევხედავთ, დიახ, მეორე მედიკამენტი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა პაციენტს შეუძლია მიიღოს. პირველი მედიკამენტი შეუძლია მიიღოს მხოლოდ 30-დან 40 პაციენტსამდე, დანარჩენი რჩება წამლის გარეშე. ამიტომ აქედან გამომდინარე მეორე უფრო მნიშვნელოვანია. ასევე უშინ იყო შეხვედრა გენურ თერაპიის კომპანიასთან, ეს არის როშე კომპანია, რომელიც აწარმოებს ელევიდის
და საკმაოდ იმედის მომცემია ეს მოლაპარაკება. შეიძლება ბავშვების ჩართვა მოხდეს კლინიკურ კვლევებში, ან ასევე პირდაპირ მოხდეს გარკვეულ კატეგორიაზე ამ წამლის მიღება. ასე რომ ბევრი სიახლეები არის მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიც და უახლოეს თვეებში. და ჩვენ პირველი რასაც ველით არის ეს მეორე წამალზე მოლაპარაკების დასრულება და უკვე აგვისტოს თვე უნდა იყოს მოსამზადებელი პერიოდი, რაც ჭირდება ექიმების გადამზადებას, მატერიალური ბაზის მომზადებას და უკვე სექტემბრიდან დაიწყება ჯივინოსტატის მიღება და იმედი გვაქვს, რომ ასევე სექტემბრიდან ან სექტემბრის ბოლოდან უკვე მეორე წამალის დაგვეწევა. ბატონო კახა, მე ახლა ზედმეტი ცნობის მოყვარეობით არ შევუშლი ხელს ამ პროცესს, მაგრამ როგორც კი ჩვენი მედიის მხარდაჭერა და დახმარება დაგჭირდებათ, კი იცით, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ერთ გამარჯვების ეტაპს და ინტერესით და დიდი, ასე ვთქვათ, მოლოდინით ველოდებით დანარჩენ. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ჩვენს ყველა მხარდამჭერს. აქ მთელი საქართველოს დაგვიდგა გვერდით და ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება. ეს არის სხვა ქვეყნები უკვე ჩვენგან მიიღებენ მაგალითს, თუ როგორ უნდა იბრძოლო და როგორ უნდა მოიპოვო. ძალიან ბევრი ქვეყანაში, ჩვენაირ ქვეყანაში ეს წამალი არ არის და ისინი ჩვენგან მაგალითს მიიღებენ, მე ამის იმედი მაქვს. მადლობა კახა წიქარიშვილს, დიუშენის კონთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამა იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი.